მე მინდა ვნახო მინა გორდეზიანი ბუღა სად არის ის ამჟამად სად ყოფილა ამოსგან დიდი სეიფი უნდა წამოიღო თუ გინდა ასომიდა რომ გესრულო ეფიმ კიშკა აფშაგის ფული რომ მოგვაბარა ის ფული რეკ გაბონდა ზო გაბონდა ტატა კეთკანი ტატა ბავშვი ნახე, ცოტა მაგრად რო ეკრა ხელი მკლავდა პოზიშვილი ვიყოდო. აი ბოლო სიტყვა. არც ერთ ხელს არ აღლებთ. შენ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ბიჭო. ბიჭო, შენ თქვები ამაზე? ძიმე მატარებელია, ძალზე მძიმე შენთვის. შენ არ ახარ ის ლოკომოტივი, რომ ეგზიდო. თქვათ კუკუშკა ვარ. ოღონდ გამაგებინეთ რაზეა ლაპარაკი. გამაგენტის კოორდინატები დადო. სვასელოდი? არა, ამო. გეხვეწები რა ნომოკლავ, ამო, ყველაფერს გეფიცები, ყველაფერს ვიტყვი, ამო. რა იცი? კითხე. შენ დაიცი? ამო, გაგებაში არა ვარ. ვიღაცამ შემიკვეთა, გაგებაში არა ვარ, ამო. რას ერჩოდა? აპასნიაო, ამო. ესენი გვისმენით. არა უშავს, გვისმენო. პოლიციასთან არის შეკრულიო, ბიჭო. შენ ეს მითხარი. ბუღას სად მალავს? როგორ? არ გიდა რა, ამო, არ გიდა რა, გამოგადგები, გეხვეწები რა, ამო რა, გეხვეწები რა, გამოგადგები რა, გეხვეწები რა, ხოჭი რა, მოღალატე არა ვარ, ამო რა, გეხვეწები რა. კარგი რა, ამო რა, კარგი რა. სიცხირო მოღალატე არის, ბიჭო, გეუბნები მე შენ არის ის გქი რა. აი მე ღმერთო, რა არის შენ თავსა, რას ყვედავ, ბიჭო? ლეუში ძმაო, ლეუში ბიჭო, ლეუში რა არის ეს ჩემ თავზე? ნუ დამაუბრებ შემოგევლო ჩემი სიცოცხლე. რა არის ბიჭო, რა არის ესა? მოიმე ბიჭო, არ შემიძლია უშენო სიცოცხლე. ჩემი კაციტო, ვირკნა ეს ნახროდიტო მითხარი ბიჭო. თვალეთ მალიშენე. სულწყვეტი მითხარი ბიჭო, ვიგრძნობ დედას გემიწები. ეს საიდანღა მაატერი ვინ არის? ვაიმე ლეუში, ჩემი კარგი სიცოცხლე. ვაიმე, არ შემიძლია. ვაიმე, რომელია? ვაიმე, რა არის ესა? ჩემო ლეუში, ჩემო კარგო კაცო. ლეუშენო, მე მიწოცხლე, ნუ დამაუბრე ბიჭო. რა ამბობია, რა ხდება კაცო? ადესონა, პარახოდი მოდის. პარახოდი კი არა, დიზელი. რას არის არ უნდა თქვა? პარახოდი. ადე. ეგ რა.
კარგი რა გოგო. კარგი რა გოგო, გამანები რა თავი, კარგი რა გამანები რა თავი, რა გოგო, რა გამანები რა თავი, კარგი რა გამანები რა თავი. კარგი რა, კარგი რა, ხოიცი რომ მეცინება, რა გოგო, რა ხოიცი რომ მეცინება, რა. გეცინებო, სინდის. ვაჰ, გენაცვალე. ვაიმე რა ბედნიერი ვარ, გოგო. რომ იცოდე რა ბედნიერი ვარ, შენ გენაცვალე. მოიცა, ადრია. რას სტუმარი? ჰა? არ ვიცი, მეგობარი ვარო. მეგობარი ვარო? ხო. მეგობარი რო ყოფილიყო, გეცოდინებოდა. კაცო ამ დილადრიანად ვინმე გოთვერანი არ იყო საკა. რა გოთვერანი ბულკივით კაცია. ადე. ბულკივის კაცი. ხო. დილადრი. ადე. ბულკივის კაცი დილადრი. აუ. ბულკივის კაცი დილადრი. ნახოთ, ჰა? ხალი არ მომეშვათ ვარა თქვენ ავაში გაწუხებდით. ხალი რო დაიჯინებს, ხო იცი, რა გინდა რო ქრა. დაჯექი მურმანიკა და ისე მელაბარაკი. არ გინდა ახლა შენ ეს რიჟაბადარი. შობე. თუ გევიდა ერთი დღე. გევიდა ორი დღე. 3, 4 დღე. დაგოფა რა? სულ რამდენი დღე გავიდა? ეტატასვი რა? ამ დილადრიანს კიდე გამაგიჭო საერთოდ ვა. თუ ერთი მეორეზე გეგები ერთი კვირა. სოფელში წავიდა. თუ თავიდან ჩვენ სასწრაფო გონა, მაგრამ რო ვიკითხე არ ჩასულა იქ არაკაცი. ქალთან იქნება. არ მიმალავდა მაგისთან ამბებს, მაგ ბიჭი მე, არა, მაგისთან ბიჭი. მურმანიკა, მილიცია პოლიციაში ხო არ მისულხარ რა? არა, ცოლმა კი მითხრა, წადი დათუნიკა შარაბიძესთან პოლიციაში გააცხადეო, მაგრამ ვიფიქრე ეს ამბავი იქნება ჯერ თქვენთვის მეკითხა. მოიცა, მე რატო უნდა შემკითხოდეთ, ა? თუ რა ვქნა, გავაცხადო თუ შევიკავო ჯერ თან. რაც გინდა ის ქენი, მო. შენ ჩემთან შესაკითხი რა გაქვს? თუ შესაკითხი ის მაქვს, რომ მე იქნება სულ არ სიამოვნებთ ეს ამბავი რო გავახვიან. მოიცა. შენ ხომ არ ფიქრობ, რომ ის შენი ცოლის ძმა ჩვენ გავასაყეთ, ა? კი, არა, რა ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე. იქნება იმ უბედურმა თედააშავა რაღაცა და. მურმანიკა, რისი თქმა გინდა ჯობია მითხარი. თუ რამე შემიძლია ძმაო, აგერა ვარ და დაგეხმარები. იქნება იცოდეთ, რა დემართა იმ უბედურ ცოცხალია, მტარია, სადა. საიდან? ჩვენ რა ხელი გოგდა, რა გვინდა შენს ავტოიასთან, კაცო. მოვიდო და მოიტან და შევჭამდი, წაიღებ და სულ ეგ იყო რა, მეტი არაფერი, ო. აფა, რა ვქნა ახლა, გავაცხადე პოლიციაში. რაც გინდა ის ქენი, ხო გითხარი, ბიჭო, მე ჩემი პირით როგორ გითხრა პოლიციაში განაცხადეო. სხვა გაგებოდ, мо? აი, ბატონო, მეტი აღარ შეგაწუხებთ. ოღონდ თქვენ იყავით კარგად და ხო, მოდი ერთი. ნახავთ იმ უბედურს ალბათ ამ მტარს, ამ ცოცხალს. აი, ერთი მაინც დავია შემამოწყონებული შვილო. ამ დილადრი ხარ. ხო, ამ დილადრი, რა იყო რა? ჩემთვის რა დილა არ არის? ახლა რა დავლიო საღამოს რა ვქნა ბატონო. კაცო, მიდი. მეყოლეთ კარგად. კარგი, გაგიმარჯოს. იცოც. კარგი. ეს ძალიან კარგი საჩუქარია, ბატონო ლეო. ჩემი დევიზია ითამაშე და სხვაც ათამაშე. ქართველების ფილოსოფია არის გაიხარე, გამახარე. ანდრე, მართლა ასე. მეც მინდა გაგახაროთ ბატონო ლეო. მე უკვე ველაპარაკე ყველას, ვინც საჭიროა და დავარწმუნე, რომ აუცილებელია ახალი ციხის აშენება. ეს მართლაც გასახარი ამბავია. ლორდ ენდრიუ. ეხლა გჭირდება ჩვენ კაპიტანი ვთებით. ისე თქვენი მეგობრები, სააქციო საზოგადოება, საერთაშორისო დახმარება. Verstehen Sie, was ich meine? Ja. მე მარტო დავიწყებ და ვნახოთ. რა მგონია უცხოელები რამეში გამოგვიყვნენ.
აჩერ რომ ვიცოდეთ 27 დრაკონი. უკაცრავად რა არის 27 დრაკონი არ გამიგია? ბლევრი, რა გინდა? ბლევრი. სათი. ვერა ხედავ თამაში. მოდი. უკაცრავად. ოკეი. ხეში დადიოდა ლეგენდა, რომ სოფლიოში არსებობს 27 ავტორიტეტი, რომელთა ხელშია მთელი კრიმინალური სამყაროს კაპიტალი. ჩავაგდება ჩემს თქვენი ქვეყანა ლეგენდების ქვეყანაა, მისტერ სუფიშვილი, რამიშვილი, ერისიონი. რა არის 27? ეს რა მაგიური ციფრია? არა, ეს ორგანიზაცია, რომელშიც 27 ქვეყანაა გაერთიანებული. მე მგონი ეს რომ მართლა არსებობდეს თქვენ საოცრებად გეცოდინები. გვამი ამოცნობელია. კერძოდ მისი დისა და სიძის მიერ ადგილზე ნაპოვნი წინდისა და ფეხსაცმელის მიხედვით. მოჭრილი ფეხით შიგიყო რა თქმა უნდა. ელმამა გადაუარა, მაგრამ გვამი ლიანდაგებზე როგორ აღმოჩნდა ამის გაკეთება რა. მე მეუბნები? ხო, შენ. ეგ ჩემი აგენტი იყო, 302. დიდი არაფერი, მაგრამ ამ ბოლო დროს მაგარ საქმეზე გავყავდით და ხო ხედავ. ხომ იცი აგენტები არ მიყვარს. და ვის უყვარს რო? ჩვენი საქმეც აგენტურ სისტემაზე იყო აგებული. იყო სისტემა, იხსნებოდა საქმეები. ეხლა აგენტები ზემოთ მოთავსდნენ. და ჩვენი შეუხობწოდაც ამით დამთავრდა. ფიქრობ, ჩემი 302-ც უკანასკნელ მოხსენებით ბარად შეეწირა. ოპერაციის გეგმა უნდა შევცვალოთ. უღადალევა მოყოლიანი? კი. ვინმე სამართლოშიც რომ მოგიყვანოს, თითი არ უნდა დააკარო. პირიქით თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდე. ამით რისი თქმანი? მაგათ რაღაც იციან, რაც ამათ აინტერესებდა. ეს კონკავშირლები, აბიჟნიკები, არაფრის მაქნისები ამათი დედავატირემე. როგორც კი გემრიელი სუნი დატრიალდება, იმ წამსვე უნდა მოგტეხონ. შენი ხელით უნდა გააკეთონ საქმე, ჩვენი ხელით. ოღონდ თავისთვის. აი ესეც იმიტომ არ მევასებეს, ლაწირაკი ეს. შენ სიმაცარე დაიწყე? გარშემო სუეგენი არიან. ისე ძველებიდან ვიღადავრჩით, მე, შენ და 1-2 კიდე. ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ ის ორი ციხიდან გაქცეული მაინც უნდა დაიბრიდოს. რა მეთქი? ამ საქმეში ჩვენც უნდა გავერიოთ. ეხლა ეგენი უფრო გამოგვადგებიან ვიდრე ისინი. ხო იცი, მე ნამიოგები არ მეყვარს. მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ. ისე შენთვისაც ასე შობია. ხოდა იმას გავუნებოდი. ვერსიაში ვიყავით ჩვენ. ერთი ძაღლი. ეს კაჯუნია ჩვენ არ გავისალებია ეს რაჭი. მაგრამ რაიცი რომ სხვისი გასაღებულია, აგად რაც უნდა უნდა. ლიანდაგებზე რა უნდა? თანაც ერთი ცვალი არ ქონდა თელი. მე რა დაბრუნდილია, თუ მაგას რა თქმა უნდა ზედმეტი თომარი და დაბრუნდილია. ხოდა რაშია საქმე? საქმე იმაშია რომ
ზაღლების უფროსობას საქმის გახმაურება არ უნდა. დანოში თან საკუთარ ჩვენი ხალხი როგორ გასაგებია? შეგეცანან აი ოქტომ თავისი კაცი არ არსებობს. ეგეთი თავთავიანი ჯგუფებად არიან დაყოფილი ვინისთან წელში აიმასთან ვაკაცებს. უმეს სხვაზე მოდის გადაგდება და მეზება და გასწორ ყველაფერი რა. ერთისთვის სკოლიკი მეორესთვის აგრეთია თო. ერთი ინახავს მეორე ბრიტავს. მაგათთან მოდის საკუთი რამე ლეუ. ჩემი ბეზაბიდი ბაზარი ქონდა. ორძმას ხელი არ ახლობ და პრემია თქვენია. აი აქ აგენტების ხოცვის პრიჩინა არ ჩანს. პრიჩინა საჩანს იცით მაო? ჯერაშენ ბევრი რა შევთავაზე. აი ლეუ შენ კი თო მაგრამ ის კაცი ჭამია რომ მაგის გიხი ვაფშე არ არის. ჯერაშენ დიდია და ბევრი მოიწონს. აი გავთხოვე შოშია. როცა ამ ხელა მაყუძე მედის ბაზარი იქ ზედმეტი ყური და ზედმეტი თვალი არ არის საჭირო. ლაუაზიეს კანონია. ისი? ბიჭო. სკოლაში ფიზიკა უნდა გესწავლა, ბიჭო. სკოლაში ვაფშე არ მივიდა რა. და ვაფშე რა მივიდა სკოლაში რა. სკოლაში რა ისა, ვაფშე არ მივიდა. სკოლაში ვაფშე სკოლა რა. პიონერსაც ვანაკი და რამე და ჰაიდა ხო ლეუს მაგ. აი საზღვარგარეთს კარგად ცნობ. რომელიც აი ეს რა პენტენციონალური თუ რაღაც მოშკაბრო მოიყვანა რა იტებში რა. მე რა არაფერი თუ просто ეს მაზალოს იზმარინა. კიდე სიზმარი გას. რა მოხდა ეს? გერა. გერა. ბუღა არ მოვუკლოთ. ციხიდან გაქცეულა. ვინ ბუღა? მინა გორდეზიანი. რა არ გინახავს? მე რატომ უნდა მენახან? სად უნდა მენახან? რა ვიცი ება? მოსამართლეებთან სასამართლოს დროს შენ დარბოდი. ბუღა მკვლელი არ არისო? ბუღა ანგელოზიაო, შენ გაიზახოდი ეს. ბუღა არ არის მკვლელი. არა ბიჭო, ის ორი კაცი მე მოვკალი. უბრალოდ თავს იცავდა. რა არ უნდა დაეცვა თავი? ძმები რომ მოუკლეს, მერე მას დასდებდნენ მოსაკლავად. თავს იცავდა უკარგია. ორი კაცი კისერ მოტეხილი ნახეს. ისინი ადამიანები კი არა, მკვლელები იყვნენ. რა ბუღა ანგელოზია? ანგელოზი. 14 წლის ბავშვი ყველის მოპარვის გამო 5 წლით გამოამწყვდიეთ ციხეში და სხვათა შორის იმ ყველისთვის, რომელიც თავისი შრომით მოიპოვა. მერე? რა მერე? ეს არის არა თქვენი სამართალი. გამუშაონ და არ გადაგიხადო. თუ შენი კუთვნილი მოითხოვე, ციხეში გამოგამწყვდებენ. დამნაშავედ გზრდიან და მერე თუ საქმეში ვერ გამოგიყენეს, შენსავით მკვლელებს მიუგზავნიან. ეს არის ხო თქვენი სამართალი? ირმა! რა ირმა? მისმინე. იცოდე, მკვლელი უნდა მოკვდეს.
ხოშა გევას არ მეგონა მას ვისად აზიამო 5 წელა ყველაზე გაურიგდი და 10 კი მოუცია შეგას მოუცია კი არა აბა რას ამბობ თუ იცი ახლა შე მოიპარე ისე წამოვიღე ისე წამოღებულსა ქურდობა რომ ქვია მაგის მოცემული შეპირებული არ მოხსა და მატრახი გიწა არგენია ბაბუ არგენია ბაბუ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური საჯოს თავისუფლების საქმეთან 5 წლის ვადით. მისტერენდრიუ მიცანეთ გამარჯობათ თქვენი დავიწყება შეუძლებელია ვირთხებზე მონადირე ქალბატონო თქვენ რომ კაცი გაინტერესებდათ დახვრეტილია თუ არა დიახ ნინა გორდეზიანი ბუღა კიდევ გაინტერესებთ რა თქმა უნდა იცით დარწმუნებული ვარ რომ ვნახე და ვიცი სადაც არის თქვენ გინდათ რომ პოლიციას შევატყობინოთ პოლიციას არა რა თქმა უნდა არა მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ შეგიძლიათ მისი დაცვა და თუ პირობას მომცემთ რომ დაეხმარებით შეგახვედრებთ შევძლებ კი მის დახმარებას ისე კი პირობას გაძლევთ რომ არც პოლიციას და არც სხვა ვინმეს ამის შესახებ არ ეცოდინებათ I promise nobody will hear. სამწუხაროდ პარლამენტში მელოდებიან. აი ჩემი ტელეფონი. დღეს შეგიძლიათ ამერეთ. Okay? Okay. რას აფასებ? იდი? არა, შენ სანახავდა ვარ გამოსული. რას აფასებ მეთქი შეგეკითხე? ეგ გავიგე. ყიდველი რომ იყო გეტყვი. არც მე ვარ შენთან საღადაოდ მოსული. ყიდველი თუ ხარ 1200 და 50 ზემოდან კიდევ. ლარი. არა. დოლარი და აშიშის. 600 მოგცე. გაიარე შენეგზე, საღადაოდ კი არა ვარ მოსულები. 800. და აქ.
1000. 200 გიკლებ, მეტი რა გითხრა? 800-ის მარტო პაკრიშკები უყენია მანქანას. მოდიცი რა ვქნათ? ალფიქრდეთ, ნახოთ. გავიაროთ, იქნებ სულაც არ დადეს. უძრავი ქონება ხო აგიგეთ. არაბა იცი რომ? ჰა. ეყოფა ბენზინი, მუხთა კი არ არის. როასაც წავიყვანა. ჯანი გავარდეს, მედი კიდე გაერ გამოიარე, ხარჯია. თვითონ იწოფ ამ მაშინისას. როგორია? მოგწონს? 800 და არ უნდა გაფორმება, წავედით. რა სიტყვის შიო? კაი კაცი ჩანს. ხომ არ დაუთმოთ. რა გაეწყობა წაიყვანოს? თან გაფორმებას არასდომებია. ფული ჩამოთვალე და ეგ რაში შენია. მოსულა. ჰა. ნახოთ. აქ არის. ოღონდ ეს მაგნიტოფონი უნდა მოიღოთ, სხვისია, იაპონურია. თავის ფასი 200 ამერიკულია. აი. ეთი გამატარი გენესველი გამატარი რა. მედი. რა შვები? ჯი ხო გითხარი, ახალი საბურავები უყენია მეთქი. მერე დავცვლი, კიდე მყავს ერთი ნივა. რა დაცვლი? ჯი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ აემეებს მოგცემ. ამათაც არა უჭიტის. ფული ხო მოგეციეთ? ფული რომ მიეცი. ეგ მაგარად გაძლევს. დაждები და წახვა. მეტი რა გინდა? ხელი გაუში მაგბორბალს. მე იცი ვინა ვარ? პოლიციის უფროსის მოადგილე ვარ ონში. აბა ჩვენ ვინა ვარ? შენ როგორ აგონია? ერთ შენობაში მუშაობდა, არ ვიცნობთ ერთმანეთს. ბუღას გადაგდება მომინდო, მე თქვენ ბოზებოთ ხენა. აქამდეს კი უნდა მოსულიყო ის დალოცვილი. თქვენ რა ეჭქარებოდა ოქტომბერში არ დავიბარე? მე რა დროა ეხლა თუ იცი? ამდენი ქე უნდა იცოდე შენ ამხნის კაცმა. მაინც დაფიქრდი თვითონ და მიხვდები. მე კი ვარ მიხვედრილი და რო გეუბნები გამიგონე. არის ოქტომბერი. საწყობში შეხვედი. მოიპარე შედედებული რძე და მერე კოკა აღზრდელმა დამიჭირა. და ხელი მოგტეხა. ორთავემ კოკა აღზრდელმა დამიჭირა და მურთაზმა ხელი გადამიტეხა. ოქტომბერში მაგბარში მოეხაზება. ნახავ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა.
ვინ გინდა? რავი, აბა უფროსობა მინდა. მე შენ ვინახარ, უფროსობა რო გინდა. მე გლეხი ვარ მეზობელსოფლიდან. ახალსოფელი ხო გიგია? ახალსოფელი. ადრე შეგრე იყო ყველაფერი. ახალსოფელი, რომა, ოქტომბერი. შემა. აგი დამიცადე, მოვახსენე. ვინ არის? აბა რა ერთი ახმახი კაცია. ახმახი კაცია რაო, მე რა მინდა? ნაოდო დირექტორი მინდა. ვა, მეტი რა უნდა მე რომ მივიდე რა უარ სიტყვის? აბა მე რა ვიცი კაცო. მარტოა? მოიცა. მარტო მაგარი ხელა ორი კაცი გამოვა. დიდია? ოჰ. ძალიან. მე რაო? ესე იგი არ იცი რა უნდა. არ ვიცი, არა, პირველად ვხედა. ნეგ არის. ეს არის? ო. მართლა რა ხელა ყოფილა? სადაურია ხომ არ იცი? ახალსოფლელი ვარო. მეზობელსოფლელი ყოფილა. გამარჯობა თქვენი. აი გამარჯობა. რაო რას გვიბძანე? აგერ ამ კაცურკაცუთ ხარი, გლეხი ვარ მეთქი მიწის მუშა. კეთილი ბიძა ჩემო. მიწის მუშებს ჩვენ პატივს ვცემთ. ხომ გჭირდებათ პატივი? ანუ ნაკელი. კარგია. მიწა გლეხს, ქარხანა მუშას, მთელი ეს ძალაუფლება კიდო ვის იასო? საბჭოებს. ყოჩა იასო. შენ დიდი ბელადის სიტყვები არ დაგვიწყები. მაგარი რა დამოვიწყე. ხოდა ვიფიქრე. ივალ ამ კაი ხალხთან. ერთღონიერბიც არ დამიკავებენ, მოჯამაგირეთ მინდა. მოჯამაგირეთ? ეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეგა კაპიტალიზმის გადმონაშთი. ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაცია. რა სიტყვი შენ იასო? ძირს კაპიტალისტი წურბელები გაუმარჯოს შრომელ ხალხს, ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. ყოჩა იასო, ჯიგარი ხარ. რევოლუციაში გამარჯვებულ ხალხის ვასო შეგაუძღვებით ძირი წოდე. თქვენც ისე არ დაგტოვებთ, პატივს აღწევთ. ამ სიშორეს ფეხით მოსულმა კაცმა ჩვენ რა პატივი უნდა გცე. კი იყო იქ მატორის ხმა. რა მანქანით ჩამოვგზავნე ბიძაჩი? მოსკვიჩი. აი, ხომ ხედავ. აქ კაცი რომ მოდის, ან ოჯახი. ბავშვის აყვანა უნდა და ასეო და ისეო, მაგარი შეძლებისა ვართ. ბავშვს მაგრად მოულით. ჩვენ რას ვაკეთებთ თუ იცი? მანქანას ნახულობთ. 10-იანში გაარტყი. კაცს მანქანით იცნობ. ახლა შე ვაჟკაც ურად მითხარი ბიძა ჩემო, რა დროს მოსკვიჩია. ჩვენ დროში მოსკვიჩით ვიღა დადის. ამისთანა კიდე მაქვს. იასო, შენ გაზრდას. ერთი ბატონ ნიკოლოზს დაუძახე. ჩვენ დირექტორია. ბატონი ნიკოლოზის გარეშე საქმე ვერ გაიჩარხება. კიდევ რამდენი გაქვს მაგისთან? ჩვენი? ამის ერთი ორი ჯიბეს მიწვავს. ხო და ჩვენ გიშველით, დამწრობის წამოლის ვიცით. რაშია საქმე ამ ხანაკ? ამ ხანაკს მუშახელი სჭირდება. გადამხდელი უნარიანია თუ გადამხდელი უნარო? უნარიანი. კეთილი. მუშახელის რაოდენობა, შრომადღეების რაოდენობა, დღიური ანაზღაურება, აი ეს მონაცემები სჭირდება. დანარჩენ ჩვენ ვიანგარიშებთ. სეზონზე წავიყვან და 200 მოგცემ. 200 რა? ცხადია $200 ბატონო ნიკოლოზ. ოღონდ ღონიერი ჯანიანები ჭიმინდა სათუხარში რომ გამომადგეს. იქნება. იასონ. მოყარე უფროსი ასაკის კონტინგენტი. აი ეს აიყვანა გირჩევ. ვირივი ჯანი აქვს. სათუხარისთვის სადაც გამოჭრელი. ხელები გამოცია. რომელი გქივა? 10.
მოდახილი არა გაქვს? ო, ეგ აიყვანე ბიძა ჩემო. ჯანმრთელი ბიჭია. თან ცოტას ჭამ. შენ ამხანაგო ტრავმატოლოგიის ინსტიტუტიდან ხომ არა ხარ? არ ვიცი მაგრა. აბა თქვი რომელი მიყავს და გავათავ. ამას არ აუშავთ, მაგრამ მე გარ გამომადგებ. აბა სხვა ვინ უნდა ყავდეს? ამეთანი გამხდრებია. ამათ სანამ დაამზღობ და მოასუქებ. მერე მოაღონიერებ. თუ ამდენი ხარჯი გავწიე. ერთი იმას შეხედე აგერ. ცოტა გამხდარი არის, მაგრამ 1-2 დღე თუ კარგად აჭმევ, მე ყანაში კი არა, თუ გინდა დიდი ურო მიეცი ხელში და მჭედლა დამუშავე. ვიღაცებს თქვენთვისაც ინახავთ. აკაც ხო გაქვთ საქმე. ჩვენი კონტინგენტი ესაა. ასარჩევიც არის და გამოსარჩევიც. როზი არჩი ამხანაგო და ბავშვები წუხდებიან. აქ ფულს თავაზობ და ამ ფულის საქონელ საქმე ვერ ავხედავ. რო ვერ ახედავ, მაგაშია საქმე, ბიძა ჩემო, დროა სათვალე ატარ. აკლებერტი კაცი. მოიცა, შეკაიკაცო, სად გარბი ხარ? მოვილოპარაკოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთარაა. მაგფასა თუ გინდა 2 წაიყვანე. ან მხოლოდ 1 თუ გინდა დაუკლებთ ფასს. კაცურად რო გელაპარაკები, ზურგი უნდა შემაქციო, შევდირიშვილო შენა. აქეთ არ გამოჩნდე, თორე თავყბას დაგინგრე. კილომეტრზე არ მოუახლოვდი აქაურობას. ჩვენ წასაყვანად მოხვედით? ხო, შენ და იმ ბიჭის წასაყვანად, აღმზამარო ხელი მოტეხა. თედო? ხო, თედო ერქმევა. ეგ მურთაზმაჩოს. სად არის? კარცერში. ოჩახ ბიჭო, დავიდეთ. თედო, მე ვარ ჯუკა. თქვენი. თედო, ადე. შამარგო კაცო, რა გინდა შვილოსა, რა გინდა, ჰა? როდის იღვიძებენ რა მითხარი? ვინა კაცო? ვინა და ფუტკრები? რეალ მაგათ დედაც მოწყა როდის იღვიძებენ, 1 საათში. ამედი დაიძინე 1 საათი. როგორ გონია გაიღვიძებდნენ? იდევ შენა კაცო, რა დავაშავე, ღმერთო. ფუტკრები გაიღვიძებდნენ მეთქი? რა ვიცი, ხო გაიღვიძებდნენ, მაგრამ ჩემ ყლეიდავდნენ, მაგათ მაგრად მე ხوار შევაგრებ თამსა. მაშინ გადი და ყველანი გამორეკე გარეთ. ნუ ყველანი კაცო. ვინა და ბავშვები თავის აღმზრდელ დირექტორებიანად. ფუშკინდან. რო წამოვიდნენ? მაშინ გადაეცი ძალით გამოვათრევ კინწისყვრით.
Rat sixara potlebit dačrdilul tqeshi soplis pano eulat sheni tqbil khmieri stvi რა არის სტვირი? სტვირით აი, მოვიდა თქვენი ძალოსანი. სარიძე, გარეთ გამოდი. მანქანაში გელოდები. მე რა გითხარი? რა, ბატონო მამია. რა და მოიხსენე გოთვერანი გასტუკი. რით ვერ შეელიე? სად მიდიხარ? არსად. დოდაიდექი ერთ ადგილზე. შენ გონია მაგ დეგენერატი გასტუკისთვის დაგიძახები. იმას უნდა შემახვედრო. მესამეს, შავსათვალიანს. ეცდები, ბატონო მამია. ეცდები კი არა, უნდა შემახვედრო. შეგახვედრებთ, ბატონო მამია. ცეცხლს დაუკავშირდები და ისე. ვისაც გინდა იმას დაუკავშირდი. შაბათს 8-ზე ბერძენ მიშასთან. ყველაფერი გზია? გელოდებით. შენი ხალხი მოგდეს. თქვენი წინ მიდის. კაი, ასე ვიაროთ. საით გაგვიწევია? უდიგორისკენ. გააჩერეთ ერთი წუთი. გთხოვთ. ტყუპებს არ უგავართ. ალიოშამ გაგიკეთათ? აი, გამოქლიავებული ეგა. რა ეცოდა ერთმანეთს შევხვდებოდი. გავისეირნოთ. ხო. ეს საქართველო ასეა თუ ისე სახელმწიფოა. ჩვენ გაცილებით მეტი საშუალება გაგვაჩნია თქვენზე. ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაუკავშირდეთ, ნებისმიერ ბანკს,
თუ საჭიროა ინტერპოლს. ასე რომ უჩვენოთ თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ. სანამ თქვენ იმას გამოვარკვევთ, სად მოათავსა ის ფული ამოფაროებმა, გაიგებთ ანგარიშის ნომერს, 27 ციფრს, სანამ საბანკო სტრუქტურებში შეძლებთ შეღწევას, მე და თქვენი ბუნდღა აღარ იქნება ამ ქვეყანას. ცხოვრებაში ბევრი ცოდვა ჩამიდენია. შეცდომა ხომ მომსვლია და მომსვლია, მაგრამ ერთი რამ არ მიქნია. ძაღლებს არასოდეს არ შევკრიბო. ეგ როგორ? შენ და შენს მეგობარს ციხეში რომ არ გსვავთ ეს რა ძაღლებთან შეკრის შედეგი არა გენაცვლი. ეს თავისუფლება მე ფულით ვიყიდე. პოლიციასთან სხვა საქმე არ მქონია. შენ კარგად ხვდები, ლეო, პოლიცია აქ არაფერ შუაში არ არის. ეხლა ჩვენ ორი კაცი ვართ, ორი კერძო პირი, ორი თბილისელი კაცი. ლევან კოპალიანი და მამი აბრამია. მადლობელი ვარ. ასეთი ნდობისთვის, გენერალო, მაგრამ მე და თქვენ ორი თბილისელი კაცი ერთი გზით ვერ ვივლით. თან თუ შეამჩნიეთ, მე თქვენობით მოგმართავთ, თქვენ შენობით მელაპარაკებით. აი ვიცი, ასეთი ვარიანტი მე არ მაწყობს. მაპატიეთ. არ მეგონა თუ გეწყინებოდა ასე ვარ მიჩვეული. არა, მე არც მწყენია. უბრალოდ მეც სხვა რამეს ვარ მიჩვეული. მოკლედ კარგად იფიქრე, კიდე ვიფიქრე, ლეო. რამოდენიმე დღეში დაგიკავშირდები. არა მგონია ახლა, რამოდენიმე დღემ რამე შეცვალოს. მოკლედ არაჩქარდე. იწოდე იმპულს, ამოსგან უჩემო ჩვენ ვერ ამოიღო. უშენოდ გვიცხოვრია, ჩემო მამია. რა? კეთილი. Mm-hmm.